შრომავალი დაუდი. შრომავალი დაუდი ისრაელის ძენთა შრომავალი და ქვეყნის მმართველი გახლდათ. სიტყვა დაუდი ლექსიკური მნიშვნელობით ებრაულ ენაში საყვარელ პიროვნებას და ლამაზ ბავშვს ნიშნავს. შრომავალი დაუდის სახელი ყურანში 16-ჯერ არის მოხსენებული. ის ისრაელის იერუსალიმის სამეფოს მეორე მეფედ არის ცნობილი. ყურანსა და შრომავალ მუჰამედის ჰადისებში შრომავალი დაუდის თვისებების შესახებ საკმაო ინფორმაცია მოგვეპოვება. თუმცა მისი ცხოვრების ისტორიის შესახებ დეტალური მასალები არც ყურანსა და არც შრომავლის ჰადისებში მოცემული არ არის. შრომავალი დაუდის წინაპრების გენეალოგია ასე გამოიყურება: დავუდი, იესეი, ობადი, ბოაზი, საიმონი, ნაჰშონი, ამინადაბი, რამი, ჰეცრონი, პერეტსი, იაჰუდა და იაყუბი. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ის შრომავალი სულეიმანის მამაც იყო. ტაბერისა და საღლების, ანუ ისლამის წყაროების თანახმად, შრომავალი დაუდის მამას იესიეს 13 ვაჟიშვილი ჰყავდა. სწორედაც რომ მათგან ყველაზე უმცროსი შრომავალი დაუდი გახლდათ. შრომავალი დაუდი აღნაგობით ოდნავ დაბალი, მაგრამ საკმაოდ ღონიერი და მამაცი ადამიანი იყო. შრომავალი დაუდი ცხვარს მწყემსავდა. ის პირუტყვის მიმართ ძალიან მობიერი იყო. შრომავალ დაუდის ცხვრის ფარას მტაცებელი ცხოველები ვერაფერს ავნებდნენ, რადგან მათ მოგერიებას ის კარგად ახერხებდა. მას კარგად შეეძლო შორდულის ხმარება და მიზანს არასდროს აცილებდა. თუნდაც ნადირს ცხვარი დაეჭირა, ის ნადავს პირიდან აგლეჯდა. ის ისეთი მამაცი იყო, რომ ცხოველთა მეფედ წოდებულ ლომისგანაც კი არ ეშინოდა. ყურანის თანახმად ღვთიური წიგნებიდან ზებური შრომავალ დაუდს ზეგარდ მოევლინა და მივეცით ზებური დაუდს. უზენაესი ალლაჰის მიერ შრომავალ დაუდზე ზეგარდ მოვლენილი წიგნი 150 სურასგან შედგებოდა. უზენაესი ალლაჰი გვამცნობს. დავფიცავ აღმატებულ კმენით ზოგი შრომავალნი და დაუდს ვუბოძეთ ზებური. კეთილშობილი დაუდი შრომავალ მუჰამედის ჰადისებშიც არის მოხსენებული. ყურანის თანახმად ისრაელის ძენთა მოწინავეებმა შრომავალი მუსას შემდეგ მყოფ შრომავალს, რომლის სახელიც ყურანში არ არის მოხსენებული, სთხოვეს, რომ მათთვის ალლაჰის გზაზე მებრძოლი მეფე დაედგინა. ამ მოვლენას სურა ბაყარას 256 აიათი ასე გვამცნობს: განა არ გინახავს ისრაელის წარჩინებული შვილნი მუსას შემდგომ თავიანთ შრომავალს რომ უთხრეს: გამოგვიგზავნე მეფე, რომ ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე. უთხრა: იქნებ სავალდებულო იქმნას კიდეც ბრძოლა, თქვენ კი არ იბრძოლოთ. მიუგეს, ვითომ რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე, როცა მოგვაშორეს ჩვენს სახლებს და ჩვენს შვილებს. მაგრამ როცა ბრძოლა დაეწერათ, სავალდებულო გახდა მათთვის, პირი იბრუნეს მათგან მცირედის გარდა. ალლაჰი კი უწყის ცოდვილებს. უზენაესმა გამჩენმაც მათი თხოვნა ისმინა და ხელმწიფე დაუდგინა. ტალუთი ისრაელის შვილთა მეფედ დადგინდა, მაგრამ მალე მოწინავე ებრაელებმა უარყვეს, რადგან ის არც გვაროვანი ებრაელებიდან გახლდათ და არც არავითარ სიმდიდრეს ფლობდა. მაგრამ მათმა შრომავალმა აუხსნა, თუ რაოდენ ჭკვიანი და ღვთისმოშიში იყო ის და მასზე მორჩილება დაავალა. იმ პერიოდში ისრაელის ძენთაგან მტრის მეთაური გახლდათ ჯალუთი, რომელიც მისი ბუმბერაზი ტანადობით იყო ცნობილი. ასევე ის დაუნდობელი და დაუმარცხებელი პიროვნება იყო. მასთან ორთაბრძოლას ვერავინ ბედავდა. ებრაელ ხალხს ჯალუთი ავიწროებდა და ჩაგრავდა. მან ყველასთვის კარგად ცნობილი მუსას ზანდაკი, სკივრი, რომელშიც გადმოცემის თანახმად მუსას ჯოხი, ჰარუნის ჯოხი და ჩალმა ინახებოდა, წაიღო. მაგრამ უზენაესმა ალლაჰმა იგი 4 ანგელოზის მეშვეობით ტალუთის სახელმწიფოში დააბრუნა და ჰქმნა ტალუთის ხელმწიფობის ნიშნად. სწორედ ეს ნიშანი შეახსენა მათმა შრომავალმა ტალუთის მოწინააღმდეგეებს, რის შედეგაც დამორჩილდნენ მას. კეთილშობილი დაუდის სიმამაცისა და გამბედაობის შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ის პირუტყვის მიმართ ძალიან მობიერი და თავისი საქმის მოყვარული გახდათ. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, როდესაც ტალუთმა ჯალუთის წინააღმდეგ საბრძოლველად ისრაელის შვილებიდან ხალხი შეკრიბა, კეთილშობილი დაუდის მამამ
იესიამ თავისი ვაჟიშვილები ბრძოლაში გაუშვა, გარდა უმცროსი ვაჟიშვილისა. იესიამ უმცროსი შვილი, ანუ კეთილშობილი დაუდი კი ისევ ცხვრის სამწყემსად გაუშვა. ჯალუთისა და ტალუთის დაპირისპირება დიდი ხანი გაგრძელდა. ტალუთმა ვერ მოახერხა ჯალუთის დამარცხება. ჯალუთის წინააღმდეგ გამოსვლას ვერავინ ბედავდა, რადგანაც ის ბრძოლაში მანამდე არავისთან იყო დამარცხებული. ვისაც ის დაუპირისპირდა, ყველა დაუნდობლად დაამარცხა და სიცოცხლეს გამოასალბა. მისი გოლიათური ტანითა და ძალღონით ყველას ჩაბმიდა. ის ყველა მოწინააღმდეგეს შიშის ზარს სცემდა. ტალუთმა კარგად იცოდა, რომ თუ ჯალუთის მოკვლას მოახერხებდა, მაშინ ბრძოლაც მოგებული ექნებოდა. გადმოცემის თანახმად ტალუთმა თავის მებრძოლებს მოუწოდა, რომ ვინც ჯალუთს დაამარცხებდა, მის ქალიშვილზე დააქორწინებდა. ვის არ უნდოდა მის ქალიშვილზე დაქორწინება, მაგრამ ჯალუთის პირისპირ გასვლას ვერავინ ბედავდა. ამ დროს კეთილშობილი დაუდი თავის ცხვარს მწყემსავდა. დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ რაც მისი ძმები საბრძოლველად წავიდნენ და მათგან არაფერი ისმოდა. ის ძმების მდგომარეობამ ძალზე შეაწუხა და გადაწყვიტა მათ მოსანახულებლად ბრძოლის ველზე წასულიყო. როდესაც ბრძოლის ველზე ძმები მოინახულა, შეიტყო, რომ ჯალუთი მოწინააღმდეგეთაგან იწვევდა პიროვნებას, რომელიც მასთან ბრძოლას გადაეყავდა. ის ამაყად დადიოდა და ტალუთის მებრძოლებს დამცინავად გადაჰყურებდა. აღარავის ეგონა თუ ვინმე გაბედავდა ჯალუთთან დაპირისპირებას. ამ დროს მის წინააღმდეგ კეთილშობილი დაუდი გამოვიდა. მას ხელში შურდული ეჭირა. ამით ის ცხვრის ფარიდან მტაცებელ ცხოველებსა და დომებს იგერიებდა. სანამ ჯალუთი დაუდს მიუახლოვდებოდა, დაუდმა სტყორცნა შურდულიდან ქვა, რომელიც ჯალუთს საფერდგელში მოხვდა და მიწას უგონოდ დასცა. იქ მყოფები ნახულით გაოგნებული დარჩნენ. უყურებდნენ ძირს დავარდნით ჯალუთს, რომელიც უგონოდ ეგდო და აღარ ინძრეოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მის სიკვდილში ყველა დარწმუნდა. აი ასე დაამარცხა კეთილშობილმა დაუდმა ჯალუთი. ყურანი გვამცნობს. და დაამარცხეს ისინი ალლაჰის ნებით, მოკლა დაუდმა ჯალუთი და ალლაჰმა მას დაუდს უბოძა ხელმწიფობა და სიბრძნე და შეასწავლა მას, რაც ისურვა. ნახარა ტალუთმა, როგორ დაამარცხა კეთილშობილმა დაუდმა ჯალუთი, მას თავისი ქალიშვილი მიათხოვა. აი ასე იქორწინა მეფის ასულზე შუამავალმა დაუდმა. ასევე უზენაესი ალლაჰისგან მას ზებურიზე გადმოევლინა და შუამავლური მისიაც დაეკისრა. შუამავალი დაუდი ისრაელის შვილების ხელმწიფე გახდა. ეს მოვლენა ყურანში სურა ბაყარას 25 აიათშიც ღიად არის აღწერილი. ყურანი შუამავალ დაუდის თვისებებზე გვესაუბრება და გვამცნობს, რომ უზენაესმა ალლაჰმა მას რკინის დამუშავების ცოდნა უბოძა, რისგანაც მტრებისგან თავდასაცავად აბჯარს ამზადებდა. ის ისრაელის ძენის ხელმწიფე გახდათ, მაგრამ თავის ლუკმაკურს ხელოსნობაში მონაპოვრით შოულობდა. ისტორიულ წყაროებში შუამავალ დაუდის ღვთისმოსაობაზე ბევრი ლეგენდა და თქმულებაა. მთები და ფრინველები შუამავალ დაუდთან ერთად ალლაჰს ადიდებდნენ. რელიგიური წყაროების თანახმად მას იმდენად კარგი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა, რომ ზებურის კითხვის დროს ცხოველები და ფრინველებიც კი განაბული უსმენდნენ. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს. უეჭველად ჩვენ დავუმორჩილეთ მას მთები და მასთან ერთად განადიდებდნენ ღმერთს საღამოს და დილით. და ჩიტები ერთად შეკრებილნი ყველა მას მორჩილებდნენ. შუამავალი დაუდი სამართლიანობითაც გამოირჩეოდა, რის შესახებაც ყურანში სურა საადის 21-25 აიათებშია მოთხრობილი. შუამავალი დაუდის შესახებ ცნობები ჰადისებშიც არის მოცემული. ერთ-ერთი ჰადისი გვამცნობს, ადამიანისთვის ყველაზე საუკეთესო ლუკმა თავის ხელით მონაგარია. შუამავალი დაუდი გარდა თავისი მონაგრისა, სხვისი ხელით მონაპოვრიდან არაფერს მიექნებდა. ასევე ებუ ჰურაირას გადმოცემის თანახმად ალლაჰი შუამავალმა ბრძანა. დაუდმა კითხვა მარტივად შეისწავლა. იგი მსახურებს ცხენის შეკაზმას უბრძანებდა და სანამ ცხენი შეიკაზმებოდა, ის ზებურის კითხვას ასწრებდა. გარდა ამისა, ის მხოლოდ თავისი ხელით მონაპოვრიდან მიირთმევდა.
ისლამის წყაროებში შუამავალი დაუდის გარდაცვალების შესახებ ცნობა არ მოგვეპოვება. ხოლო ძველი აღთქმის მიხედვით ის 30 წლის ასაკში ხელმწიფე გახდა, რომელიც გადმოცემის თანახმად 40 წელიწად ნახევარს მეფობდა. შუამავალი დაუდი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით კი ის იერუსალიმშია დაკრძალული.